მოგესალმებით ყველას, თქვენი მყოფებით არხზე ისწავლე ყველაფერი კომპიუტერზე. დღევანდელი ვიდეო გაკვეთილით მე მინდა გასწავლოთ თუ როგორ შეგვიძლია ძალიან მარტივად ერთი შესანიშნავი ონლაინ სერვისის გამოყენებით ძალიან მარტივად დავადგინოთ ამა თუ იმ თამაშს გახსნის თუ არა ჩვენი კომპიუტერი. ანუ თუ ჩვენ გვაინტერესებს რომელიმე კონკრეტული თამაში ჩაირთვება თუ არა ჩვენს კომპიუტერზე და არ ვიცით ჩვენი კომპიუტერის ზუსტი მონაცემები ან ვერ ყვევით მსგავს საკითხში, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს შესანიშნავი ონლაინ სერვისი და ამ ონლაინ სერვისის დახმარებით თავისუფლად შეგვიძლია გავარკვიოთ ეს ყველაფერი. პირველ რიგში გვჭირდება რომ გავხსნათ ბრაუზერი. ამის შემდგომ საძიებო სისტემაში ჩაწერეთ Can I run it? ამის შემდგომ გადადით ოფიციალურ ვებგვერდზე. ოფიციალურ ვებგვერდზე გადასვლის შემდგომ ჩვენ სასურველი თამაში შეგვიძლია საძიებო სისტემიდან მოვუძებნოთ ან ავირჩიოთ იმ ტოპ თამაშებიდან, რომელიც შემოთავაზებული არის პირდაპირ მეგობრებო აი ამ სიებში. მოდით ავირჩიოთ იგივე Red Dead Redemption 2. დავაჭიროთ Can I run it? დაველოდოთ რამოდენიმე წამი. აპლიკაცია გადმოწერილია, შემდგომ გავხსნათ გადმოწერილი ფოლდერი და ჩავთოთ ეს პატარა აპლიკაცია, რათა მოხდეს ჩვენი სისტემის სკანირება. ეს სისტემა, რომელიც ახლა ასკანირებს ჩვენს მთლიან მონაცემებს, არის მეგობრებო ძალიან მარტივი პროგრამა, ყველანაირად უსაფრთხო და ამასთანავე ეს დასკანირებული მონაცემები შეინახება ამ საიტზე იქამდე, სანამ თქვენ არ წახდით ამ საიტზე ისტორიას ან არ გაასუფთავებთ ბრაუზერის კეშს. აქედან გამომდინარე სხვა თამაშებთან მიმართება, შემაგალითად ეხლა მე Cyberpunk-ი შემოწმევა რომ დამჭირდეს, აღარ დამჭირდება ხელახლა სკანირება, ვინაიდან და რადგანაც დამახსოვრებული ექნება ჩემი დასკანირებული მონაცემები და პირდაპირ გავიგებ გახსნის თუ არა ჩემი კომპიუტერი კონკრეტულ თამაშს. როგორც ხედავთ, Red Dead Redemption-ის მონაცემები ჩემი ასე ვთქვათ კომპიუტერის სკანირების შემდგომ ორივე მინიმალური და რეკომენდირებული პარამეტრები არის გამწვანებული. ეს იმას ნიშნავს, რომ თავისუფლად ირთვება როგორც მინიმალურ მონაცემებზე, ასევე რეკომენდირებულზე. ქვემოთ კი შეგვიძლია დეტალურად ვნახოთ მინიმალურ მონაცემებზე რა კონკრეტული მოთხოვნილებებია საჭირო და რა მაქვს მე. რა კონკრეტული მონაცემებია პროცესორზე და რა მაქვს მე. აი ესე ძალიან მარტივად შეგიძლიათ აბსოლუტურად ნებისმიერი თამაშის შესახებ გაიგოთ ინფორმაცია და დარწმუნდეთ იმაში, შეძლებთ თუ არა თქვენი სისტემა ამა თუ იმ კონკრეტული თამაშის გახსნას, ისე რომ თამაშმა არ შეუქმნას სერიოზული დატვირთვა და პრობლემები კომპიუტერის მონაცემებს. ვინაიდან და რადგანაც დიდი დატვირთვის დროს შეიძლება რომელიმე დეტალი მწყობრიდან გამოვიდეს, იქნება ეს ოპერატიული, ვიდეობარათი თუ პროცესორი. რა თქმა უნდა, თუ ეს დიდი დატვირთვა არ იქნება გათვლილი შესაბამის მონაცემებზე. ამ უნივერსალური საიტის გამოყენებით კი, რომელიც სრულად უფასოა მეგობრებო და არ მოითხოვს არაფერი რეგისტრაციას და დამატებით ქმედებას, შეგიძლიათ ეს ყველაფერი აკონტროლოთ, თქვენთვის საინტერესო თამაშების შესახებ ინფორმაციები დატესტოთ და შეამოწმოთ კონკრეტულად თქვენი მონაცემები, შეძლებთ თუ არა უშუალოდ თქვენთვის საინტერესო კომპიუტერული თამაშების გახსნას. დღეისათვის კი სულ ეს იყო რა თქვენთვის მინდოდა შემომეთავაზებინა და მესწავლებინა. ყველა ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისათვის. მივედომრებ რომ მოგწონთ ჩემს არხზე განთავსებული კონტენტი და ზოგადად ჩემი არხი. ყველას კიდევ ერთხელ გიხდით ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის.